ამაღლობელ სამწუთებში ადვოკატი ხვდება ინტერესების დამცველმა რუსთავის მეხუთე ინტენსიურ დაწესებულებაში შესვლამდე თქვა, რომ ამ დრომდე ელოდება მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ მასალებს, თუმცა ჯერ არ გადასცემია. მისი ცნობით, მას აქვს მხოლოდ სახალხო დამცველის ინსტიტუტიდან 21 რიცხვში აღებული სისხლის საერთო ანალიზის პასუხი. ადვოკატის ცნობით, მზია ამაღლობელს ბოლო შეხვედრის დროს გადაადგილება უჭირდა და არ იცის ამჯერად რა მდგომარეობა დახვდება. ბრალდება უკანონოა, თავისთავად ცხადია და პატიმარი უკანონოა და ამაზე ვისაუბრებ უფრო ვრცლად ეთერში დღეს ვფიქრობ. ეხლა რაც შეეხება თავად მზიას, იცით, დღეს მე-20 დღეა, ჩვენ გუშინ არ გვინახავს, გუშინ წინ ვნახეთ, ამიტომ ძალიან, ასე ვთქვათ, ძალიან შეშფოთებული შევდივარ, არ ვიცი რა დამხვდება. გავიარეთ არაერთი კონსულტაცია, რაღაც დოკუმენტები ავიღეთ სახალხო დამცველისგან, სამწუხაროდ ჩვენ მანამდე არ ჩარგვაბარის დოკუმენტები, გუშინ განცხადება იყო საიასი თუ ნახეთ. სახალხო დამცველს რაც ქონდა ის დოკუმენტები რად მოგვცა, წინასწარ არ მინდა საუბარი, მინდა ადგილზე ვნახო. ჩვენ უნდა ვნახოთ დოკუმენტები, უნდა ვიცოდეთ დოკუმენტები უნდა ვხედავდეთ, როგორია მისი მოვლა ამ თვალსაზრისით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა კვლევები ტარდება, ჯერ რაც გვაქვს, ეს არის მხოლოდ ერთხელ გაკეთებული საერთო ანალიზი 21 იანვარს. წარმოგიდგენიათ, ადამიანი შიმშილობს დღეს მე-20 დღეა, მხოლოდ ერთი საერთო ანალიზია, რაც ჩაგვაბარა სახალხო დამცველმა. სისხლის საერთო ანალიზი, მეტი არაფერი კვლევა არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში 27 რიცხვის ჩათვლით.